დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 19 ნოემბერია, ოთხშაბათი, ეთერში ერთსულოვნების დილა. კახამქიაშვილთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით, ბედნიერი დღის იმედი და სასიამოვნო დილის დასაწყისით შევეცდებით თქვენთვის ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა, რომ საინტერესო დაიწყოს დღევანდელი დღე. ვიდრე გადაცემის ანონსს გაგაცნობთ და სტუმრების ვინაობას, საეკლესიო კალენდარი მოვისმინოთ და შევიტყოთ წმინდანების შესახებ, რომელსაც დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს. 19 ნოემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა პავლე აღმსარებელს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქს, წმინდა ქალწულმოწამეებს, ტეკუსას, ალექსანდრას, პოლაქტიას, კლავდიას, ეფროსინეს, ათანასიას და მატრონას, ღირს ლუკა ტავრომენიელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. რაც შეეხება გადაცემის ანონსს და სტუმრებს და თემებს, რა გზა უნდა გაიაროს ქრისტიანმა სულიერი ცხონებისთვის? სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ გვეწევა გადაცემის პირველი სტუმარი, სამხედრო მოძღვარი, სანზონაში მდებარე ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის ბელსახური მღვდელი გიორგი ბერაძე. ნოემბერში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დღეს აღინიშნება და სწორედ მთელი კვირა დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეთმობა. ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თუ რა არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა. და თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდება ფთიზიატრი, პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი კახა ვაჭარაძე. პოეტ ტარიელ ხალხელაურს 80 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად თბილისის 152 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. საღამოზე ახალგაზრდება მოწვეულ მომღერლებთან ერთად პოეტის შემოქმედება გააცოცხლეს. გადაცემის დასკვით ნაწილში ამ თემაზე ვნახავთ სიუჟეტს, რომელიც ნინო გელაშოვმა მოამზადა. ასეთი გადაცემა გველოდებოდა წინ. ახლა ამედის პროგნოზი შევიტყოთ და დაგიბრუნდებით მოძღვართან ერთად დაგველოდებით. ერთხელ მოგესალმებით დილამშვიდობისა. გადაცემის პირველ სტუმარს წარმოგიდგენთ სამხედრო მოძღვარი, სანზონაში მდებარე ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის ბელსახური დეკანოზი გიორგი ბერაძე. მამა გიორგი, დილამშვიდობისა. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისათვის. ნებისმიერი ქრისტიანის მთავარი არსი, მთავარი მიზანი, მთავარი მამოძრავებელი უნდა იყოს ცხონება.
ცხონებისთვის ფიქრი, ცხონებაზე ზრუნვა, იქ დაბრუნება, საიდანაც ვართ გამოსულები, გამოვარდნილები, გადმოვარდნილები შეიძლება ასე თქვას და ცხონება ეს არის ხათგია ღვთისწიაღში ყოფნა. თუმცა ეს არ არის ადვილი და ეს რომ ადვილი არ არის თავად მაცხოვარი მსახარებაში გვეუბნება. რა გზა უნდა გაიაროს ადამიანმა, რა გზებია, რა სირთულეებია დასაძლევი რომ ჩვენ ამ გზაზე დავდგეთ და ღვთისმოწყალები და მხოლოდ ღვთისწყალობა ეს რომ ჩვენ შეიძლება ვცხონდეთ მოხვდეთ ამ წიაღში. ძალიან კარგი საკითხია უპირველესად და ჩვენ როდესაც ცხონებაზე ვსაუბრობთ, ხშირად ქრისტიანები საუბრობთ ხოლმე მომავალზე. ანუ ჩვენთვის სასუფეველი ცათა არის ხოლმე განსაზღვრული მომავლის პერსპექტივით, კი ბატონო და რეალურად ბევრისთვის ეს აზრი მყარდება იმით, რომ თავად ქრისტე საუბრობს, რომ მსგავსა სასუფეველი ცათა, აი თითქოს მომავალ დროზეა საუბარი. მაგრამ კარგად თუ გავიხსენებ თავად სახარებას მათესთანაც, მარკოსთანაც და სხვა მახარებლებთანაც, განსაკუთრებით როცა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ქადაგება იწყება, მოსამზადებელი ქადაგება, პირველი სიტყვები, რასაც რითიც იწყება საერთოდ ქადაგება მესიის მისაღებად, ეს არის შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათა. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ შეინანეთ ყველანი ეხლავე გარდავიცვლებით. ეს მსგავსი რამე არ ყოფილა, ბუნებრივია. ანუ სასუფეველი ცათა ქრისტიანისთვის არის ღმერთთან ყოფნა. და შესაბამისად, როდესაც იოანეს შემდეგ მოდის ქრისტე და ინათლება იოანეს ხელით, რათა აღესრულებულიყო სჯული, ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ვინც ქრისტესია და ვინც ქრისტეს დაემოწაფა იქნებოდა ეს იოანეს ყოფილი მოსწავლე თუ ახალი მოციქულები მოსწავლეები ქრისტესი. ისინი უკვე ცათა სასუფეველის მკვიდრობას იწყებენ. ანუ სასუფეველი იწყება ამ ცხოვრებაში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ხშირად არის ხოლმე აქ ძალიან დიდი გაუგებრობა, როდესაც აი ახალგაზრდა ადამიანები, ჩვენთან ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის ხოლმე, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მათთან იმაზე, რომ თქვენ აი 100 წლის შემდეგ უნდა ცხონდეთ, ხო? იმიტომ რომ ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი, ჯენზი, გინდა თქვა, მისთვის თავარი არის ამ ქვეყნიური რაღაც მისწრაფებები დაემთხვეს სულიერს. მაგრამ იმ ქვეყნად რა იქნება, ამაზე ჯერ ვერ ფიქრობს 20 წლის ადამიანი, 18-ის, 25-ის, თუნდაც 30-ის. და ჩვენი მთავარი მიზანია მათ აუხსნათ, რომ ეს მომავლის პერსპექტივა კი არ არის, ეს არის ახლანდელი დრო, აწმყო არის. და აი აწმყოში ცხონება, ანუ აწმყოში ცხონების დაწყება არის ჩვენი მთავარი მიზანი. აი ეს პირველი წინადადება, რაც სახარებიდან ვახსენე, ანუ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულას, სინანული რას ნიშნავს თავის თავში, ეს არის არა უბრალოდ ნერვიულობა ან განცდა უბრალოდ რაღაც თავის საკუთარი ცოდვილი მდგომარეობის ან მით უმეტეს ეს არ არის სასწარკვეთა, არამედ ეს არის ცვლილებების დასაწყისი. საქმე ის არის, რომ ბერძნულიდან სინანული მეტანოია ნიშნავს ცნობიერების შეცვლას, ქონების ცვლილებას. კი, თუ ადამიანი არ შეიცვლის ცნობიერებას, ანუ არ დაიწყებს სხვანაირად აზროვნებას, გარდა იმისა, რომ ადამიანი შეინანებს თავის საქციელებს, ის ვერ გახდება სასუფეველის მკვიდრი. რეალურად რომ ვთქვათ, ჩვენ ფორმალურად არ უნდა მივუდგეთ სინანულს, რომ მიახსარება თქვი და გავაგზელეთ ცხოვრება. ეს ძალიან სამწუხაროდ ბევრი იქცევა, რაღაც ცხოვრების ეტაპზე დააგროვებს ცოდვებს, მოვა ახსარებაზე და შემდეგ ქრება ისევ და გონია რომ ამით დამთავრდა, მაგრამ რეალურად თუ ცნობიერება არ შეიცვალა, ვერ შეძლებს ვერასოდეს იმ, ასე ვთქვათ, წიაღში დაბრუნებას, რომელიც სასუფეველისკენ წაიყვანს. აი ცნობიერების შეცვლა და ეს პროცესი კი გაცილებით ღრმა არის და გაცილებით მეტრამეს მოითხოვს. და რას მოითხოვს მან გიორგი, ამაზეც ვისაუბროთ თუ როგორ უნდა გარდაიქმნას და როგორ უნდა იცვალოს სფერი ჩვენმა სულიერმა მდგომარეობამ. კი ბატონო, აი ძირითადი რაც არის ხოლმე, რაც ჩვენ ადამიანებს უკიდურესობაში გვაგდებს, ეს არის საერთოდ როგორ ვცხონდებით. აი ეს თუ არ გვეცოდინება, საშუალებებს ვერ განვიხილავთ. და ჩვენ ხშირად აი ცხონების გზებზე საუბრისას წარმოგვიდგენია ორი უკიდურესი გზა. ერთი ის, რომ ჩვენი შეგვიძლია ცხონება, ანუ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენი მონდომებით, როგორც აღმოსავლურ პრაქტიკებშია ჩვენ შეგვიძლია, მაგალითად ბუდიზმში იქნება თუ სხვადასხვა თქვათ პრანაიამა სუნთქვის მეშვეობით, ან იოგის მეშვეობით იქ ჩაკრებს გავხსნით, ან ნირვანაში გადავალთ, ხო ეს ძალიან პოპულარული მომენტებია დღეს და ამიტომ ვაჟღერებ. ანუ ვაკეთებ ვიღებ. ეს შობს უკიდურეს ამპარტავნებას და შეუძლებელია ეს ადამიანის ცხონება კი არა ღმერთთან, საერთოდ ღმერთის მოსვლის მიზნის გააზრება.
პირიქით ქრისტე მოდის უძლური კაცობრიობისთვის და არა და თავად ამბობს ის რომ მოვედი არა ესე იგი მართალთათვის, არამედ ცოდვილთათვის, არა ჯანმრთელთა, არა უხსკვნარი, არამედ ცნეულთა. ის ჯანმრთელები ჩვენ დღევანდელი ლიტერატურული სტილით შეგვიძლია ბრჭყალებში ჩავსვათ, რასაც მაცხოვარი ჯანმრთელი, ვისაც ეძახოდა და უწოდებდა ჯანმრთელებს. შესაბამისად, ჩვენი, ასე ვთქვათ, მიზანი არ არის მიზეზშედეგობრივი ჩვენი მოქმედება, ანუ მე ვილოცე და საპასუხო მივიღე. ეს არის ერთი უკიდურესობა. მეორე უკიდურესობა, როგორც ადამიანები, ქრისტიანები ცხონებას უყურებთ, ეს არის აი დაახლოებით აი პროტესტანტებთან აღიარებული სწავლების, ასე ვთქვათ, მართლმადიდებლური ვერსია, რომ აი მთავარია ქრისტე მოვიდა, მთავარია ირწმუნო და დანარჩენი ყველაფერი თავისი დაალაგდება. ესეც არის მეორე უკიდურესობა. და ამაზე ამ ორივეზე წმინდა წერილიც საუბრობს და საუბრობენ წმინდა მამები. ჩვენ მაყურებელს უნდა ახსოვდეს, როდესაც მამა გიორგი, მამა დემეტრე, ნებისმიერი მოძღვარი აქ საუბრობს, ჩვენ აზრებს არ ვაფრთხებთ, არამედ საუბარი არის ეკლესიის სწავლებას და გამოცდილებას. არც მე პირადად და ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი საკუთარი გამოცდილებით ალბათ ამ ყველაფერს ბოლომდე ვერ მოყვება, თუ არ იქნება ეს დაფუძნებული ეკლესიის სწავლებას. და რაც შეეხება ჩემს მიერ ნახსენებ და ჩვენ განხილულ თემას, აი როგორ უნდა ასე ვთქვათ გავარჩიოთ მდგომარეობა, ამაზე თავად წმინდა წერილი გვესაუბრება უპირველესად და სახარებაში გვაქვს ესეთი ფრაზა: სასუფეველი ცათა იძულების და რომელთა იძულება მათ მიიტაცონ იგი. ეს უკვე თავიდანვე გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ სასუფევლის არსებობა უნდა დავიჯეროთ, ანუ ღმერთის არსებობა უნდა ეს გამორიცხავს უკვე ავტომატურად. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს რთულია და ჩვენთან საჭირო არის ძალისხმევის გაწევა. ამასვე საუბრობს წმინდა პავლე მოციქული ეპისტოლეებში, რომ მადლი ღვთისა არის, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ეს მადლი. და ასევე საუბრობენ უდიდესი საეკლესიო მოღვაწეები, როგორიც არის მაგალითად წმინდა ანტონი დიდი, ესეთი საოცარი სიტყვები აქვს წმინდა ანტონი დიდს, რომ მადლის მოპოვება შეუძლებელია შრომის გარეშე. ანუ შეუძლებელია რომ შენ არ მოინდომო და მადლი მიიღო. ეს არის უსამართლო დამოკიდებულება. წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი, ერთი ადამიანი შრომობს, საერო სფერო ავიღოთ, ერთი ადამიანი შრომობს რომ გახდეს სტუდენტი, ემზადება და მეორე აფსარაგეთებს. აი თქვენ ახლა ვამბობთ რომ თუ უნივერსიტეტი ასეთ ადამიანს, რომელიც არ მეცადინეობს, მიიღებს თავის სასწავლებელში, ის კარგი უნივერსიტეტის რექტორი, ეს ხო ძალიან უსამართლო იქნება და ღმერთი ვერ იქნება ესეთი, ხო? თუმცა ღმერთი მაინც მოსიყვარული უფროა ვიდრე სამართლიანი, მაგრამ შედარებისთვის მოვიყვანა ეს უტრირება. მეორე მხრივ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ცხონებაზე, აი როდესაც ჩვენ ესეთი ისა გვაქვს განხილვა, ხო? იგივეს ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ მადლის ეს სიტყვით არ იმეორებს, მაგრამ მსგავსი თხრობა აქვს, რომ მადლის მიღება შეუძლებელია ჩვენი შრომის გარეშე, მაგრამ არ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი შრომით რამე გამოვა. იგივეს ამბობს წმინდა მარკოზ ეფესელი, ოღონდ უფრო მკვეთრად და ამაზე თავებიც აქვს დაწერილი, რომ მათთვის ვისაც გონია რომ ცხონდება საქმეებით. იმიტომ რომ წმინდა წერილის და წმინდა მამათა გაგება, რომელიც დაფუძნებულია ორივე ქრისტეს სწავლებაზე, შეუძლებელია სწორი ანალიზის გარეშე. და ბევრმა მაგალითად ერთი უკიდურესობაში, ერთ უკიდურესში მყოფმა გაიგო რომ საქმეები არის საჭირო მხოლოდ, მეორემ კი მხოლოდ რწმენა. და ეს ორივე არის გაქარწყლებული. და მოდი აი რომ შევაკავშიროთ მაყურებელისთვის უფრო მარტივი იყოს, რა სად არის გამოსავალი. ადამიანი უნდა იაზრებდეს სინერგიის პრინციპს, ჩვენს პატრიარქს უყვარს ძალიან ხშირად ამ ტერმინის გამოყენება. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა, სინერგია, ანუ რამოდენიმე ენერგიის შეკავშირება. ანუ არც მხოლოდ მარტო ადამიანის ძალისხმევა არის საკმარისი და არც მხოლოდ ღმერთის ძალისხმევა, რადგანაც ადამიანი თავისუფალი ნებით არის შექმნილი ღვთისხადა და მსგავსად. ანუ შეუძლებელია რომ ადამიანის ნების გარეშე ეს მოხდეს, მაგრამ როცა ადამიანი გამოთქვავს სურვილს, აი მე მინდა უფალო შენთან, მე მინდა რაღაცები გამოვასწორო, მინდა შენთან ვიყო, უფალი არა მიზეზშედეგობრივი კავშირით აძლევს ამ მადლს, არამედ ამ მონდომებას ამატებს და ანიჭებს მადლს. ამ შემთხვევაში ღმერთი არ არის მოძალადი და არც მადლის მინიჭებაში ვერ იქნება დამძალებელი, თუ ადამიანი არ ითხოვს. მამა გიორგი, ვიცით ჩვენ რომ მადლის მოპოვება სჭირდება შრომა, მოგვისმენია არაერთი წმინდანისგან, ვიცით წმინდა წერილისგან და ერთ-ერთი საშუალება ეს არის სიკეთის კეთება, სწორად ცხოვრება, მაგრამ რამდენად შეიძლება აი ამ ცხონების გზაზე, ამ სავალ გზაზე, ამ სირთულეებში და აი მადლის მოპოვებაში ჩვენ შევძლოთ წინსვლა
ეკლესიის გარეშე. რატო ვკითხულობ? შეიძლება ბევრი ადამიანი ვიცოდეთ ან ვიცით ისტორიული ფრაგმენტებიდან, რომ სწორად ცხოვრობდა, დაუშვათ არავის არ კლავდა, ბევრ სიკეთეს აკეთებდა, ქველმოქმედი იყო, არის დღესაც. თუმცა ეკლესიის გარეშე ხდებოდა. და არის ხო მოსაზრება დღესაც, რომ აი მე სწორად ვიცხოვრე, პატრიოტად ვიქნები, არაფერს თურმე არ გავაკეთებ და ხო, ესეც გონიათ, რომ თუ არავინ მოკალი და ეხა თუ საშინელება არ ჩაიდინე, უკვე საკმარისია და არ არის საჭირო და ღმერთი შემიწყალებს. ეს მოსაზრება რამდენად სწორია და თუ შესაძლებელი, თუ ჩვენ ვიძახით, რომ ცხონება არ ცხონება, მადლის მინიჭება არ მინიჭება, ეს მხოლოდ ღმერთის პრეროგატივა და მისი მოწყალება, ანუ მისი ჯილდოა ჩვენდამი და ჩვენ თუ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ღმერთთან ურთიერთობის და ეკლესიის გარეშე ჩვენ მაინც შევძლებთ და მაინც მოვიპოვებთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და სწორი აქცენტებია. ჩვენ ვიცით ესეთი მოსაზრება მამათა, რომ ვისაც ეკლესია არ არის, ესე იგი დედა მისთვის არც უფალია მამა, და ამას ხშირად ციტირებთ, მაგრამ ეს საჭიროებს განმარტებას, რატომ არის ესე? და ალბათ გამორთო ის რომ ღმერთი თუ მოწყალე, რატო არ შეიწყალეს მასაც, თუ ესეა. კი, ანუ ჩვენ როცა ვსაუბრობთ კეთილსაქმეებზე და ზოგადად ქრისტიანის ღვაწლზე, ხო, ღვაწლს აქვს პირდაპირ ორი მიმართულება. აი ქრისტე ჩვენ გვანახებს ორნაირ ღვაწლს. ანუ ქრისტე არ ამბობს, რომ მხოლოდ ერთი გზა არის აუცილებელი. ქრისტეს მიხედვით არის ორი სახის ღვაწლი. აი გახსოვთ მასთან რომ მიდის ჯვლის მეცნიერი ეკითხება, რა გავაკეთო და ეუბნება, რომ შეიყვარო უფალი შენი, ყოვლით აგულით აყო და მოყვას ივითაცა თავითვისი. ნახეთ, ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია და მეორე პირველის გარეშე. ანუ ძირითადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქველმოქმედებაზე, ვსაუბრობთ სხვადასხვა სიკეთეებზე, ეს მიემართება ადამიანს და ძალიანაც კარგია. მაგრამ პირველ რიგში, როცა ადამიანი სიკეთეს აკეთებს და მას არ აქვს გაცნობიერება იმისა, რომ ამას ღვთის მადლით აკეთებს და ღმერთი აძლიერებს ამაში, ის უკვე ავტომატურად ამბარტავნებას წარმოშობს. შესაბამისად, ჩვენ კი გვეგონება, რომ ის აი ადამიანის აწეღან ვახსენეთ, ადამიანის შეყვარებას ემსახურება, მაგრამ რეალურად თუ ღმერთი არ არის, ის იყვარებს თავის თავს. იმიტომ რომ ღმერთთან არ არის კავშირში. ანუ მაგალითად აი მე კახას გავუკეთე სიკეთე, რაღაც თანხა ვაჩუქე ოპერაციისთვის, ჯვარი გეწერია რა თქმა უნდა და მე ის კი არ ვთქვი, რომ აი ღმერთმა მომცა ეს და მე ვთქვი მე გავაკეთე. ავტომატურად ამბარტავნება, ანუ ღმერთი გამოურიცხე. და მეორე კომპონენტი კიდევაც რო თქვა, რომ აი მე არ ვარ და რაღაც ძალამ გამაკეთებინა ეს. პირველი კომპონენტი არ სრულდება, ანუ ღმერთთან დაახლოება, ღმერთის უკეთგაცნობა და ღმერთის შეყვარება არ ხდება. იმიტომ რომ ქველმოქმედი ქრისტემდეც ბევრი არსებობდა და ქრისტეს შემდეგაც ბევრია. მაგრამ ქრისტიანის მიზანი არის ღვთაებრივი, ანუ ღმერთთან დაკავშირებული სიყვარულის გზით, აი როდესაც ღმერთს დაუკავშირდები წმინდა ზიარების, თავად ქრისტე ამბობს ამაზე, ხო, მიიღე და სჭამეთ ესე არის ხორცი ჩემი. სუთამისგან ყოველთ ესე არის სისხლი ჩემი და ვინმეს უარ გონებოდა რომ ამას სიმბოლურად საუბრობს და პირდაპირი გაგებით არ ამბობს, არამედ ჩემ ტანჯვას უბრალოდ შეეზიარეთ, ის ამატებს რომ ეს არის ჭეშმარიტად ხორცი ჩემი, ჭეშმარიტად ხორცი ჩემი არის და ჭეშმარიტად სასმე, ანუ მართლა ესე უნდა ქნათ. და აქვე განვარცხობ ამ თემას, იმიტომ რომ ბევრისთვის კითხვის ნიშანია და ბევრ სიმბოლო გონია ხოლმე ეს. თავად ქრისტე ხო ამბობს, რომ ეს პირდაპირი გაგებით ხორცს და პირდაპირი გაგების სისხლია საუბარია წმინდა ზიარებაზე და თავად ქრისტეს მიერ დაწესებულ საიდუმლოსერობის დროს. პირველი საუკუნის, პირველ მეორე საუკუნის მამები, პირდაპირი მოსწავლეები, მოციქულებისა, როგორც არის წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი, წმინდა ირინეუს ლიონელი, წმინდა პოლიკარპე სმირნელი, თავიანთ ტრაქტატებში პირდაპირ საუბრობენ ამაზე, აი პირდაპირ უკავშირებენ ქრისტეს ამ სიტყვებს წმინდა ზიარებას, ანუ პურისა და ღვინის გარდაქმნას ქრისტეს ხორცზე სისხლს პირდაპირ მაყურებელს უკვე გასაგები იყოს. შესაბამისად, ამ ყველაფრის გარეშე ადამიანის სიკეთე იქცევა ბოროტებად, ამპარტავნების წყაროდ. ამიტომაც ის ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ სიკეთეს აკეთებენ, ან სხვა ადამიანზე აქვთ ასეთი წარმოდგენა, უფალი ხედავს კაცის გულს და ძალიან ხშირად მე პირადად მქონია შეხება ესეთ ადამიანებთან და რა თქმა უნდა ჩვენ არ ვაკნინებთ მათ შრომას, მაგრამ რეალურად თავარი არის მოტივი. ადამიანის სიკეთის კეთებას. გიორგი, თქვენ დაასახელოთ, რომ მაშინ როდესაც ადამიანი ტაძარში სხვაზე მეტად ხშირად დადის, ასე ვთქვათ, ხომ მას თითქოს ჰგონია, რომ გარანტირებულია მისთვის სასუფეველი ცათა და ცხონდება აუცილებლად. ასევე ვთქვათ, სიკეთის მკეთებელი თუ არის და ასე. მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი, როდესაც ადამიანი ავადობს.
ვთქვათ, და მძიმე დაავადებით ასე ინთ არის ხოლმე შეპყრობილი. ამასაც იტყვიან ხოლმე, რომ რახანის განსაცდელი მოევლინა მას ეს მისი სულის განწმენდისთვის და ცხონებისთვის მნიშვნელოვანი არის და ასე შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს ამ საფეხურს, ასე ვთქვათ, და ცხონდეს მისი სული. ეს რამდენად სწორი დამოკიდებულებაა ამის შესახებაც ვისაუბროთ, მამ გიორგი. დიახ, ზოგადად ჩვენ წმინდა მამები, როგორც მახსოვს, წმინდა ნექტარიოზე გინელს აქ ამაზე გამოთქმული მოსაზრება და თან საოცარი ისე რომ თავად წმინდა ნექტარიოზე რამდენი განსასწრების დამთმენი აღმოჩნდა, მაგრამ თავად მას აქვს ნათქვამი, რომ ყოველთვის არ დაუკავშიროთო განსასწრელი ღვთის სამსჯავროს. ყოველთვის არა. და ამის ნათელი დადასტურება არის მაგალითად სახარებაში ბრმაჩობილის განკურნება. და სანამ განკურნებს ქრისტე რას ამბობს, რომ არც ამას შეუცოდავს, არც ამის მშობლებს. ანუ ეს პირდაპირ ისევ და ისევ როგორც ადამიანის მოქმედება და ცხონება არ არის მიზეზშედეგობრივი, ასევე არ არის ადამიანის რაღაც განსასწრელი და მისი ცოდვა ან გამოსწორების მომენტი. თუმცა ნებისმიერი განსასწრელი, ნებისმიერი მოვლენა, რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, გარკვეული გაგებით ემსახურება მის გაძლიერებას. პირობითად მე აი მამა გიორგის რო დღეს რაღაც განსასწრელი შემემთხვეს, ჯანმრთელობის კუთხით იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მე შეიძლება ჩემი ცოდვის გამო იყოს, შეიძლება ეს იყოს იმიტომ, რომ მე გავიზარდო და უფრო მეტად შევძლო საკუთარი თავის თუ მრევლის დახმარება ჩემი საკუთარი გამოცდილებით. მე შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბრო ეთერებში, მაგრამ მე თუ შესაბამის გამოცდილება არ მაქვს, მე ძალიან გამიჭირდება ასე ვთქვათ, რჩევის მიცემა. ამიტომაც არის ეკლესიაში დადგენილი ასაკები, რომ სასულიერო პირის უნდა ქონდეს შესაბამისი ასაკი, რომ ასე ვთქვათ, აი ეს არის მინიმუმი მღვდლობის 30 წელი, 25-დან 30 წლამდე პირველი ხარისხი. თემას რომ მიუბრუნდეთ და მარტივად რომ ეს ყველაფერი მაყურებლისთვის გასაგები იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი განსასწრელი უნდა მივიღოთ მადლიერებით. ეს პირველ ეტაპზე ძალიან რთულია. ახლა რამოდენიმე დღის წინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ძვირფასი მრევლის წევრის დედა გარდაიცვალა, რომელიც ძალიან უყვარდა სხვა შორის არაბი მართლმადიდებელია, ჩვენი ტაძრის ძვირფასი სულიერი შვილი ერთ-ერთი და ესე იგი ძალიან დიდი სევდა იყო ეს მისი, მაგრამ მან პირველ დღეს შეუძლებელი იყო მასთან რამეზე საუბარი, მაგრამ მან დაიწყო ნელ-ნელა ამის გადახარშვა და საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ მე პირადად მაგალითი ავიღე მისგან, როგორ შეიძლება რომ განსასწრებით ადამიანი გაძლიერდეს. და ძალიან ბევრი სამწუხაროდ ონკოლოგიური პაციენტების ყოლია გარდაცვლილან, არიან ისეთები, რომლებიც გადარჩენენ, გაუძლეს, არიან ისეთები, რომლებიც სულ რემისიაში არიან, მაგრამ რეალურად ძალიან ესეთი ცნობილი, ბანალური, ერული გამოთქმა, რაც არ კლავს გვაძლიერებს, სწორედ ქრისტიანობიდან იღებს საფუძველს. განსასწრელის გარეშე, აი მამები ლოცულობდნენ ხშირად, რომ განსასწრელის გარეშე დავრჩით და მგონი უფალმა მიგვატოვა. ეს არის აუცილებელი, მაგრამ უფალი არასოდეს გამოგვიგზავნის იმაზე მეტ განსასწრელს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია რომ საკუთარ თავში დავარჩით. მამა გიორგი, აი როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ამ ვატრის მოპოვებაზე, შეიყვარი მოყვასი შენი, თქვენ მოიყვანეთ ეს ფრაზა ხოლმე მაცხოვრის. ესეთი ამბავი ხდება ხოლმე, გსმენია ალბათ თქვენ შეიძლება გქონდეთ გაგებული ან მოსმენით, რომ აი ადამიანს უნდა რომ იტვირთოს ვისი ცხოვრება, სხვას დაეხმაროს, შეეწიოს, ოღონდ თვითონვე აქვს პრობლემები, თვითონ ბევრი აქვს მოსაგვარებელი. ეკლესიური კუთხით თონების გაზე და შეიძლება ისიც გაგვივია რომ აი კი მე არა უშავს მე მირჩევნია დავიღუპო მაგრამ სხვა გადავარჩინო ესეც ცოტა ამ პარტავნების ახებლის მომენტი ხო არის როცა კი რა თქმა უნდა კარგია სურთის უნდა იცხოვრო და შენ თავიც უნდა გადადო მაგრამ შენ თვითონ თუ მე გულისხმობ უშუალოდ ღმერთთან ურთიერთობაში ცხონების გაზე ეკლესიასთან ურთიერთობაში შენვე ძალიან ბევრი პრობლემა გაქვს და თითქოს კეთილინებით იძახი რომ არა უშავს მე წარწყვეტ მაგრამ სხვა გადავარჩინო ეს არის თუ არა სწორი ხედვა ესეც ზოგადად ცოტა კომპლექსური საკითხია, იმიტომ რომ გარკვეული გაგებით ამ ხარეს არის სიმართლე, თუ ადამიანი ოღონდ ცოდვების გამართლების მიზნით კი არ ამბობს ამას, არამედ ამბობს იმ კუთხით, რომ აი მე ვთქვათ, პირდაპირ გაგებით გავწირავ, ვთქვათ, საკუთარ თავს, საკუთარ ინტერესებს, საკუთარ კარიერას, საკუთარ სახელს შეიძლება. მაგრამ მე ცოდვაში ვიქნები და სხვა გადავარჩინო, ეგ უფრო გავს გარკვეული გაგებით, ესე იგი ბარტერს უფალთან, გარიგებას, მაგრამ
და ინდულგენციას, მაგრამ ეს სამწუხაროდ არ მუშაობს. ძალიან დიდი დანანებით უნდა ვთქვათ ესეთი რამე, ეს შეიძლება მომდინარეობდეს შეძლებული ადამიანებისგან, შეიძლება მომდინარეობდეს რაღაცა ძალაუფლების მქონე, ვთქვათ, იქ პოლიტიკოსებისგან თუ ასე შემდეგ, რომ აი რაღაცა დიდი ქველმოქმედება გააკეთო, დიდი სიკეთე გააკეთო, დიდი რამე და ამით ეს შეუძლებელია, ეს არ არსებობს, რადგანაც თუმცა ჩვენ სახარებაში რა გვიწერია ერთი აი ჭიქა ცივი წყალი არ დაეკარგება, არ დაგეკარგება თქვენ ახლა ეს წყალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცოდვები ამით გამოსწორდება. ანუ ადამიანი თუ არ მუშაობს ცოდვების გამოსწორებაზე, ვნებების აღმოფხვრაზე, თავის ცხოვრების განმავლობაში ეს დაუფასდება, მაგრამ ეს მისი ცხოვრებისთვის საკმარისი არ იქნება. და ეს გულისხმობს იმას, რომ ანუ ეს ერთჯერადი სახე არ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს, არამედ ეს შრომა უნდა იყოს განუწყვეტელი და შესაბამისი შედეგიც გამოიღება თავისთავად შემდგომ. როდესაც ხა მხოლოდ ეს ერთი ჭიქა წყალი თქვენ მოგაწოდეთ, შემიძლია ვთქვათ, რომ სხვასაც გავუზიარო, სხვასაც მივაწოდო, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხო ანუ სიკეთე გავამრავლოთ, ასე ვთქვათ და შესაბამისი შედეგიც თავისთავად არ დააყოვნებს. როგორი უნდა იყოს ვთქვათ დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, მოზარდებს, როგორ უნდა ავუხსნათ ეს ყველაფერი, მამა გიორგი, თუ რას ნიშნავს ცხონება, რას ნიშნავს ვთქვათ დაიმკვიდრო ადგილი სასუფეველში. ეს ყველაფერი ჩვენთვის დიდებისთვისაც ზოგ შემთხვევაში არ არის ხოლმე ესე მარტივად ახსაქმელი და გასაგები და გასაკეთებელი ის რაც საჭიროა რომ მიაღწიო ამ საფეხურს. აი ბავშვების შემთხვევაში როგორ უნდა ავუხსნათ ეს ყველაფერი ისე რომ მათთვის ეს გასაგები და მისაღები იყოს. მხოლოდ ერთი გზით, მაგალითით. სხვა შეუძლებელია ნებისმიერი მეთოდი აკადემიური იქნება თუ ფსიქოლოგიური თუ ასე შემდეგ მაგალითით. თუმცა მაგალითი არის აი წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ოჯახს ვსაუბრობთ, ხო? როცა შვილი ვერ ხედავს შენ როგორ კითხულობ წიგნს, როგორ ლოცულობ, როგორ უფრთხილდები დედას, ჩემ შემთხვევაში მაგალითად, ანუ დედა მამას, როგორი დამოკიდებულება გაქვს ფულთან მიმართებით, როგორი დამოკიდებულება გაქვს გასასწრებთან მიმართებით, ბავშვი ამას აკოპირებს და შემდეგ ცხოვრებაში ატარებს. ეს არის ძალიან ბანალური და ყველასთვის ცნობილი, მაგრამ გვავიწყდება ძალიან ხშირად. მეორე მხრივ, თუ მაგალითის მიცემასთან მეტნაკლებად არ ვართ მწყრალად და გარკვეულად ბავშვი ხედავს და ახსენდება გარკვეული გაგებით ეს ქრისტიანული ღირებულებები, აუცილებელია მათთან ამაზე საუბარი. ნუ არაჩვეულებრივი ამ მხრივ რაც არის ეს სასკოლო საკლუბო მიმართულებები, რაც გააკეთა საპატრიარქომ, საზოგადოების ურთიერთობის სამსხურმა, ნუ სკოლებში, ასე ვთქვათ, ამ ღირებულებების წარმოჩენა, რომელიც რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო კარგად ანახებს ბავშვებს ქრისტიანული ღირებულებების არსს. რეალურად ბევრს გონია რომ ეს არის რაღაცა რელიგიის გაკვეთილები მხოლოდ და მოიცავს რაღაც შეიძლება სულიერ ელემენტებს, მაგრამ ეს არის სრულად აკადემიური საკლუბო მიმართულება, სადაც ადამიანები ეცნობიან კულტურას, ხედავენ კავშირს ღირებულებებისა ისტორიაში, ხელოვნებაში, მხატვრობაში, ლიტერატურაში, პროზაში, პოეზიაში, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო მასშტაბით. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ორი მიმართულება. პირველი მაგალითი და მეორე ცოდნა. ცოდნა, რეალური სწორი ცოდნა, შენი ისტორიული წარსულის და აწმყოსი. რა ღირებულებებზე დგას ბავშვი. და რადგანაც რეალურად ჩვენ შეიძლება მაგალითი კი მივცეთ პირადად და ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ადამიანი ცხოვრობს 21 საუკუნეში ბავშვი და ის ხედავს, რომ ეს ღირებულებები დიდად პოპულარული მაინდა-მაინც არ არის დღევანდელ დღეს მსოფლიო მასშტაბით და არიან ცალკე აღებული ხმები იქ ამერიკაში, ევროპაში, სხვა ქვეყნებში, რომლებიც ამას უპირისპირდებიან, მაგრამ მეინსტრიმი მაინც საერთოდ სხვა არის და არა ქრისტიანული ღირებულებები. აქ საჭირო არის ძლიერი ბაზისი. ამიტომ ჩვენ ბავშვებს უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. და ბოლო შეკითხვა, მამა გიორგი, იმიტომ რომ დრო ფაქტორად იწურება, რითაც დავიწყეთ, აი შეჯამებისთვის რეზიუმე გავაკეთოთ. რა არის ცხონება? რას ნიშნავს ცხონება? ძალიან რთული შეკითხვაა, რადგანაც და მე ვფიქრობ, რომ ერთი სიტყვით შეიძლება ამაზე პასუხის გაცემა, ცხონება არის ქრისტესთან ყოფნა და ქრისტეს შეყვარება. კი ბატონო, თუმცა ალბათ ისევ რითაც დავიწყოთ, უნდა ვთქვათ, რომ ცხონება არ იწყება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ წარუდგებთ ქრისტიანაში და მე იწყება. აქ ვერ შეყვარება, რა თქმა უნდა. ცხადია. აქ თუ ვერ შეიყვარებ ქრისტეს, აქ თუ ვერ შეიყვარებ ღმერთს, აქ თუ არ მოემზადები და არ მოინდომებ, რომ შენ ყველაფერი, რაც შენ ხელს გიშლის ქრისტესთან მისასვლელად, აი ეს ტვირთი, ბარგი,
არა მარტო მძიმე ცოდები ზოგს აი ერთ-ერთ მახსენეთ წეგან რომ აი რაღაცა მძიმე ცოდვა, მკვლელობა, არაფერ შუაში მკვლელობა არ არის. პირდაპირ ამბობ მე წმინდა მამები რომ ყველაზე საშიში ცოდვა ის არის რომელიც გონია რომ ცოდვა არ არის. და არა აშკარა ცოდვები და მომაკვდინებელი ცოდვები. და ჩვენ, როდესაც გავიცნობთ ქრისტეს, აი დოსტოევსკის აქვს ესეთი ფრაზა, ვინც ერთხელ მაინც შეხვდა ქრისტეს, მას სახეზე ეტყობა რომ ის ქრისტესთან შენახვედრია. აი ერთხელ რო შევხვდებით მაინც ქრისტეს, ქრისტიანი ბევრჯერ დაეცემა, ბევრჯერ შეეშლება, ბევრჯერ შეიძლება გავიდეს ეკლესიის წიაღიდან, ანუ სიარულს გულისხმობ. მაგრამ ის ცდილობს რომ ეს ტვირთი მოიშოროს, მან იცის რა არის ქრისტეს სიტკბო და ამას ეცდება. აი ეს არის იძულების რეალურად პრაქტიკაში. დიდი მადლობა. მადლობა გიორგი, საუბრისთვის, განმარტებისთვის. გვესაუბრებოდა სამხედრო მოძღვარი, სანზონაში მდებარე ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი ბერაძე. ლოცვა აუცილებელია ცხონებისთვის ნამდვილად. ნამდვილად კი და ახლა სწორედ 9 საათი ამის საშუალება გვეძლევა რომ ერთად აღვამნოთ უფლისადიდებელი ლოცვა და შემდგომ უკვე დავუბრუნდეთ გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად ჩვენს მაყურებლებთან. იდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვით არცა ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შეინთა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს.
კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გეტყვით რომ პოეტ ტარიელ ხალხერაულს 80 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად თბილისის 142 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. საღამოზე ახალგაზრდებმა მოწვეულ მომღერლებთან ერთად პოეტის შემოქმედება გააცოცხლეს. რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ ნინო გელაშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტს და პირადად მე და ჩვენ გადამღები ჯგუფი და შემოქმედებითი ჯგუფი შევუერთდებით მილოცვას და დიდი სიყვარულით მილოცავთ ბატონ ტარიელს იუბილეს. დაზამთრდა თავიანაც ისე მეგვირს არც ესეცირა სისხლში რომ ადანს პოეზიის ხევის ბერს ყველასათვის საყვარელს შემოქმედს ტარიელ ხალხერაულს 80 წელი შეუსრულდა. დასაწყისი არ მაშინებს ზამთრის როგორ შევხვდები ზამთრის დასასრულს. ამ თარიღის აღსანიშნად თბილისის 142 საჯარო სკოლის სცენაზე პოეტის შემოქმედება კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. საიუბილეო საღამოზე სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ტარიელ ხალხერაულის ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ პოეტის მეგობრები, კოლეგები და მოწვეული მომღერლები, რომლებმაც მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს. ეცაი ამას აქვს რომ კიდე ღელვის საშუალება გააქვს და კიდე განცდის საშუალება გააქვს. ესე ძალიან კარგად ყოფილა ჩემი საქმე არა. მადლობა შენო. მადლობა დღეს ვისაუბრე და რომ არა თქვენ და თქვენი შვილების და შვილიშვილების თაობა მე აქ ამ ტელევიზიის სცენარი ვდგებოდი. თქვენ მას შეყვარულმა მომიყვანა და ახლა პასუხისმგებლები ყველაფერზე ხართ თქვენ. დიდი მადლობა. დღეს მეორე შეხვედრა არის სკოლაში. ამაზე ბედნიერი დღე ჩემთვის არ გათენდება, როდესაც მე მივიდივარ ახალგაზრდა თაობასთან. როდესაც არის მაჯისცემა შენი ქვეყნისა, როგორ ფეთქოს. შენი ქვეყნის მაჯისცემა, ამას გრძნობ, როდესაც ხვდები შენი შვილიშვილების თაობას. სული და სულით ულოცავ, მინდა რომ დიდხანს იყოს ჯანმრთელად, დიდხანს ყავდეს საქართველოს. უსურვებ რა ვიცი მუზის სიმრავლეს, რაც არ აკლია ბატონ ტარიელს. ძალიან სასიხარულო რომ მისი შეხვედრა და საღამო იმართება სკოლაში, იმიტომ რომ
ვთვლი რომ ტარიელ ხარხელაურის ლექსები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში აქტიურად. ამე თუ ეს არის ის იმ ფასეულობის მატარებელი პოეზია, რაზეც უნდა გაიზარდოს მომავალი თაობა. ტარიელ ხარხელაურმა 152 სკოლის საყვარელი ტრადიცია არ დაარღვია და მომავალ თაობას სახსოვრად ხელმოწერა და კეთილის სურვილები დაუტოვა. საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით ჩვენ სკოლაშიც იმართება ბატონ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო. ღონისძიებაში ჩართულია სრულიად პედაგოგიური საზოგადოება. სამახსოვროდ ჩვენ სკოლაში დარჩება საუკუნის ავტოგრაფი, რომელსაც ჩემს უკან ხედავთ. ჩვენ ვეცადეთ რომ ყველაფერი ყოფილიყო დღეს მხოლოდ ტარიელის საღამო. მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეები, სკოლის დირექტორი, კითხულობენ დიდებიც ლექსებს, ახალი თაობაც კითხულობს ლექსებს. მონაწილეობს ასევე საესტრადო სტუდია, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ. დღეს ბატონი ტარიელის 80 წლის იუბილეზე ვკითხულობ 2 ლექსს. უსურვებდი რომ კიდე დიდხანს ეცხოვროს და ის არაჩვეულებრივი მარგალიტები რაც მან დაგვიწერა, კიდე უფრო მეტი დაეწეროს ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოსთვის. ტარიელ ხარხელაური დაიბადა 1946 წლის 11 დეკემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევში. პოეტს გამოცემული აქვს ლექსების კრებული, ასევე ავტორია არაერთი პოემის. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო თუ მედალი, მათ შორის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ხალხური შემოქმედებითი ტრადიციების ღირსეული გაგრძელებისა და წარჩინებული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. ვაგრძელებთ გადაცემას კიდევ ერთხელ ბატონ ტარიელს დიდი სიყვარული გულოცავთ რა თქმა უნდა დაბადების დღეს იუბილეს. ახლა კი საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ. ნოემბერში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დღე აღინიშნება. სწორედ მთელი კვირა დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეთმობა. ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თუ რა არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა. თემაზე სასაუბროთ კი შემოგვიერთდა ჩვენი სტუმარი პულმონოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი კახავაჭერაძე. ბატონო კახა, დილამშვიდობისა. მადლობა მობრძანებისთვის. ტრადიციულად ჩვენ ვაშუქებთ ხოლმე ესეთ თემებს, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენს
გიხდით მადლობას რომ ყოველთვის სტუმრობთ. ვისაუბროთ ამ მნიშვნელოვან თემაზე, იმიტომ რომ აღინიშნება და მთელი კვირა თქვით რომ დაეთმობა ცნობიერების ამაღლების კუთხით უფრო. ზოგადად ვთქვათ, აი იმ პერიოდში, ბოლო პერიოდში აქტიურად ხდება ამაზე საუბარი და რამდენად ამაღლა ცნობიერება, რამდენად არის წინსვლა ამ კუთხით და საერთოდ რას გულისხმობს ეს დაავადება, როგორ ხდება დიაგნოსტირება, როგორ ხდება მკურნალობა, ან საიდან იწყება, როგორ უნდა მივხვდეთ პირველი ნიშნები რა არის. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაშუქებთ იმ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ასე რიგად მნიშვნელოვანია და ალბათ საყურადღებოა მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მიეკუთვნება ობსტრუქციული დაავადებების ჯგუფს, რომელშიც შედის ისეთი დაავადებები, როგორც არის ასთმა, ემფიზემა, ობსტრუქციული ბრონქიტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მათ შორის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ანუ ფქოდი, გამოირჩევა განსაკუთრებით რთული მიმდინარეობით. მინდა უბრალოდ მოვიყვანო სტატისტიკური მონაცემები, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ დაავადებების ცნობიერების ამაღლება და სწორედ თქვენი გადაცემა არის მიძღვნილი დღეს ამ მნიშვნელოვანი თემისადმი, რომ სოფლიოში ამ დაავადებით არის დაავადებული დაახლოებით მოსახლეობის 10%, 10-11%. სიკვდილიანობით ის იყოფს მესამე-მეოთხე ადგილს გულსიძახვთა დაავადებებისა და ნევროლოგიური დაავადებების შემდეგ, ინსულტების შემდეგ, ხოლო შრომის უნარობით არის მსოფლიოში მე-7 ადგილზე. სამწუხაროდ დაავადება არის შეუქცევადი, განსხვავებით ასთმისა, რატომღაც საზოგადოებაში უფრო პოპულარულია და კარგად ცნობადი ასთმა, მაგრამ რეალურად ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გაცილებით მძიმეა. მაგალითისთვის მოვიყვანო, მსოფლიოში არის დაახლოებით 30-40 მსოფლიო ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ასთმით, მაგრამ არც ერთი სპორტსმენი არ არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების. ეს კიდევ მეტყველებს, რაოდენად მნიშვნელოვანია პრევენცია და სიღრმისეული ცოდნა ამ დაავადებების. სამწუხაროდ საქართველოც იმყოფება ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაში ამ დაავადებების და მის ძირითადი მიზეზი გამომწვევი მაინც ეს არის თამბაქო, გარემოს დაბინძურება და ის მავნე ფაქტორები, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობენ სამყაროში. მე ვისმენ ხოლმე, მშვენია ხანდახან და სიმართლე გითხრათ ბოლომდე პოლემიკაში ვერ შევდივარ, იმიტომ რომ არ მაქვს ამის ცოდნა, რომ თითქოს მითია ის, რომ თამბაქო ფილტვება თანგოფონებ ჯანმრთელობას და არაფერსაც არ მის და მოაქვს ხოლმე მაგალითად რომ სიტყვაზე გამონაკლის შემთხვევაში 90-95 ადამიანს ნახავ რომელიც ეწევა მაგრამ ჯანმრთელია. ეს რამდენად რეალურია რომ თამბაქო შეიძლება არ ნებდეს და არ იყოს დამაზიანებელი ფილტვების ან ეს რაც საკვირველია მითია, ძალიან შორს არის რეალობიდან სამწუხაროდ და ეს არის თამბაქოს წარმოებლების ერთ-ერთი სარეკლამო ასე ვთქვათ ხრიკი, დიახ. მაგალითისთვის მოვიყვან რომ საქართველოში ჩვენ აი მცირერიცხოვან ერში დაახლოებით 8-დან 10,000 ადამიანი იღუპება მარტო თამბაქოს მოხმარებით. აქ საუბარი არ არის სხვა დაავადებებზე. მსოფლიოში დაახლოებით 8-დან 10 მილიონი ადამიანი იღუპება. ალბათ დამერწმუნებით შთამბეჭდავი ციფრია. მაგალითისთვის მოვიყვან რომ ზემოთაღრიცხვული დაავადება იმდენად ვერაგია, რომ დაახლოებით 40-დან 80%-მდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მისი დიაგნოსტირება არის დაგვიანებული. ანუ გვიან ხდება. სიმპტომო კომპლექსი ისეთია, რომ ის ძალიან გავს, ეს არის ხველა, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, იოლად-დაღლა, რა ძალიან გავს სხვა რესპირაციული, ანუ სასუნთქი სისტემის დაავადებებს. და სწორედ აი აქედან არის გამომდინარე ის, რომ გვიან ხდება მისი დიაგნოსტირება, გვიან ხდება მიმართვიანობა ექიმთან და შესაბამისად მკურნალობის ეფექტურობაც არის ძალიან დაბალი. ჩვენ ვახსენით თამბაქოს მომხმარებლები, მაგრამ ასე მნიშვნელოვანი არის ეგრეთ წოდებული პასიური მწეველები, ხომ? იმიტომ რომ დაავადებები პასიური მწეველებისთვისაც აქტუალური არის თავისთავად და იჩენს თავს მათ ჯანმრთელობაზეც აისახება. და ხშირად შეიძლება ეს თავის მართლებაც იყოს, ასე ვთქვათ, თამბაქოს მომხმარებლებისგან, რომ მე ვიწევი და შენ რა შუაში ხარ, ხომ? ასეთ შემთხვევაში ჩემ თავს მე ვაყენებ ზიანს. რატომ გადგება შენ? ესეც რომ ავხსნათ ბატონ კახა, თუ რამდენად დამაზიანებელი არის, ვთქვათ, ის გარემო, სადაც თამბაქოს მოხმარება ხდება პასიური მწეველებისთვის. ესეც მითი არასაკვირველია, ვინაიდან ჩვენ ხშირად გარემოს და ჩვენ ახლობლებს მეტ ზიანს ვაყენებთ, ვიდრე საკუთარ თავს. მაგალითისთვის მოვიყვან, რომ თამბაქოს მოხმარების დროს ჩვენ ორგანიზმში შედის დაახლოებით
დაახლოებით 8000-მდე უცხო ნივთიერება, აქედან 800 არის კანცეროგენი, ანუ ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი, თავი რო დავანებოთ სხვა ობსტრუქციულ თუ სხვა ინფექციურ დაავადებებს სასუნთქის სისტემის, ხოლო რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებებს, მინდა ჩვენმა საზოგადოებამ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა იცოდენ, იმიტომ რომ საქართველოში მე მაინც ჩვენი ქვეყნის სტატისტიკას მოვიშველიებ, ყოველი მესამეა მწეველი მამაკაცები 57% მამაკაცების მოსახლეობის ქალბატონების დაახლოებით 7-დან 10%, თუმცა ამ სტატისტიკას უნდა დავუმატოთ ის აღურიცხავის შემთხვევები, რომლებიც არ არის დაფიქსირებული და სამწუხაროდ მოზარდი ახალგაზრდობის დაახლოებით 5-დან 7% ეწევა. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ აი ამ ასე ვთქვათ, მითს, რომ თითქოს ჩვენ ვაყენებთ ხოლო ჩვენ თავ ზიანს როცა ვეწევით და რა სხვას, მაგალითისთვის მოვიყვან, რომ თამბაქოს მოხმარების დროს დაახლოებით 25% მავნე ნივთიერებებისა ელიმინირდება, ანუ ქრება. საერთოდ 25 რჩება მწეველის ორგანიზმში და 50 გამოიყოფა გარეთ. ანუ ჩვენ გარემო პირობებს უფრო მეტ გარემოს მეტ ზიანს ვაყენებთ და ჩვენ ახლობლებს ვიდრე საკუთარ თავს. აქედან გამომდინარე რაც პასიური მწეველობა, სამწუხაროდ ბევრს გონია, რომ პასიური მწეველობა ეს არის, როცა მცირე რაოდენობით თამბაქოს ეწევეს. მუდმივი პრაქტიკაა ჩემი პაციენტებთან ურთიერთობის დროს. ეს არ არის პასიური მწეველობა. პასიური მწეველობა არის, როდესაც ეწევა ერთი ადამიანი, მისი ტანსაცმელი ან გარემო გაჟღენთილია იმ ბოლით, მეორადი ბოლით და ის აზიანებს მის ახლობლებს. ასე რომ რისკის ქვეშ ვაყენებთ ჩვენ შვილებს, ჩვენ ნათესავებს, ჩვენ თანამშრომლებს, ახლობლებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თამბაქოს მოხმარებას ვისაც ცდილობს რომ გადააგდოს, ასე ვთქვათ ხომ, სხვადასხვა ჩასანაცვლებელი საშუალებები არსებობს. ესეც ახდენს თუ არა გარკვეულ ზეგავლენას ჩვენს ჯანმრთელობაში. ჩასანაცვლებელ საშუალებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ყველგან არის მითითებული, ყველა რეკომენდაციაში, გაიდლაინში, რომ მაშინ არის ეფექტური ეს ჩასანაცვლებელი საშუალებები, ეს იქნება საღიჭი რეზინები, პლასტირები, სხვადასხვა ასე ვთქვათ, იმიტირებული თამბაქოს საშუალებები, როდესაც არის კაცრი ნება ამ ადამიანის, რომ მან თავი დაანებოს თამბაქოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს მის გამოყენებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით და დეფინიციით თამბაქო წარმოადგენს ერთადერთ, ასე ვთქვათ, ნივთიერებას და პროდუქტს, სასიკვდილო პროდუქტს, რომელსაც ადამიანი თავისი ნებით იცენს. ბატონ გახა, ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზე, თქვენ თქვით, რომ მსგავსი სიმპტომები შეიძლება სხვა რესპირატორულ დაავადებებს ჰქონდეს, ხო? როდის უნდა მიმართოს პაციენტმა, ასე ვთქვათ, საომავლოდ ექიმს, რომ ეს გამოავლინოს ფილტვის ობსტრუქციული დაავადება, რა კვლევები ტარდება ამისათვის და ეს სიმპტომები, რომელიც ახსენეთ და თქვით კიდევაც, შეიძლება იყოს მსგავსი, მაგრამ იქნება ალბათ ამაშიც რაღაც სხვაობა, რის მიხედვითაც უნდა მივხვდეთ. აი რა რჩევებს მისცემთ ჩვენს მაყურებელს? უპირველეს ყოვლისა ეს არის სიმპტომები, დიახ, მადლობ შეკითხვისთვის. უპირველეს ყოვლისა ეს არის სიმპტომები, ეს არის ქოშინი, ხველა, ნახველის მომატება, ტკივილის გულმკერდის არეში. აი ეს არის ის სიმპტომები, რომლის დროსაც პირველ ყოვლისა უნდა მივიტანოთ ეჭვი ფილტვების სხვა დაავადებაზე და მათ შორის უკაცრავად მათ შორის რასაკვირველია ეს არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. თუმცა დამერწმუნებით, რომ რესპირაციული ვირუსული ინფექციები, პნევმონია, ბრონხიტი, ბრონხოექტაზიური დაავადება, თუნდაც ონკოლოგიური დაავადებები ხშირად თავისი სიმპტომო კომპლექსი ძალიან გვანან ერთმანეთს, მაგრამ პირველივე სიმპტომების გამოვლენის დროს ალბათ ჯობია მივიდეთ სპეციალისტთან და სპეციფიური გამოკვლევები, როგორც არის რადიოლოგიური კვლევა, ეს არის გულმკერდის რენტგენოგრაფია, ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რაც მთავარია ქოდის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ფილტვების ისეთ სპეციფიური კვლევა, რომელსაც ქვია სპირომეტრია. ეს არის გარეგანის სუნთქვის ფუნქციური კვლევა, რომელიც დღეს თითქმის ყველა კლინიკაში ტარდება საქართველოში და მე მინდა ვაუწყო ჩვენ მაყურებელს, რომ ფაქტიურად ყველა კლინიკაში არიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც დღეს მშვიდობიანად და ძალიან პროფესიულად, მაღალ პროფესიულად სვავენ ამ დიაგნოზს. გამომდინარე აქედან, დაიზარებენ, მივიდნენ ერთხელ ვიზიტზე, იქიმთან ჩაიტარონ გეგმიური კვლევა და ამით გააკეთებენ პრევენციას იმ მძიმე დაავადებების, რომელიც წლიდან წლამდე იწირავს მსოფლიოში დაახლოებით 3-დან 6 მილიონ ადამიანის სიცოცხლეს. ბატონო გახა, ჩვენ დიდწილად აღვნიშნეთ თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში და სტატისტიკას მოვიყვანეთ, ძალიან ესეთი მძიმე სტატისტიკა ამ კუთხით გარდაცვალების, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ
ვთქვათ, რომ ეს დაავადება, რაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, მხოლოდ თამბაქოდან გამოწვეულია, თუ შეიძლება ადამიანად თამბაქოს არ ეწეოდეს, მაგრამ გამოიწვევს და გამოიწვევს მიზეზები თუ არსებობს და თუ არის ესეც გამოკვეთილი მედიცინაში. ნამდვილად არის, უდიდეს როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი, როგორც ყველა დაავადებასთან მიმართებაში და აღმოჩნდა, რომ აი ქოდის დიაგნოსტირება ჯერ კიდე შეიძლება მუცლად ყოფნის პერიოდში ან ახალგაზრდა ასაკში, თუ მშობლები არიან დაავადებული ობსტრუქციული დაავადებებით, ეს არის თქვათ ასტმა, ობსტრუქციული დაავადებები, არიან მწეველები და გენეტიკურად არის ისეთი ფაქტორები, როგორც არის მაგალითად გენეტიკური ფაქტორები, ეს არის ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი, ეს არის თამბაქოს მოხმარება, ეს არის გარემო პირობებში აქვს დიდი მნიშვნელობა, სად იზრდება ჩვენი მოზარდი თაობა ჯანსაღ გარემოში, ამიტომაც არის, რომ აი თქვენი ტელევიზიით ზოგადად ძალიან ბევრი გადაცემები ეძღვნება გარემო პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღ ცხოვრების წესს, რასაკვირველია, ანამნეზში ობსტრუქციული დაავადებების არსებობა და არსებობს ეგრეთ წოდებული უცნობი ფქოდი. ანუ მიზეზი უცნობია თუ რატო განვითარდა. ამიტომაც დღესდღეობით არის სტატისტიკა და გამოიყოფა 4 ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ძალიან საინტერესოდ ვითარდებიან მათი სასუნთქის სისტემის გზა მომავალში. ადამიანები, რომლებიც იბადებიან სხვადასხვა პრობლემებით სასუნთქის სისტემის გზით, მაგალითად არის ესე იცნება მცირე ფილტვის ცნება, ანუ პატარა ფილტვის ცნებით, ნუ ადამიანი იბადება ბუნებრივად პატარა ფილტვით და არიან ადამიანები, რომლებიც იბადებიან უკვე ნორმალური ფილტვებით. აი, ცხოვრების სხვადასხვა გზაზე ისინი შეიძლება გადავიდნენ, ტრანსფორმაცია გაიცადონ და გადავიდნენ ფქოდის თქვათ ჯგუფში, ან გააგრძელონ ცხოვრება ისე, რომ მათ ცხოვრების მანძილზე არაფერი პრობლემა არ შეექმნებათ. თუმცა გამომდინარე აქედან, რა თამაშობს გადამწყვეტ როლს, რასაკვირველია, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, გარემო პირობები და უარის თქმა იმავნე ფაქტორებზე, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ხშირად გარს გვაკრავს და ხშირად გვიწევს ამ გარემოში ცხოვრება. მაგალითისთვის მოვიყვან, რომ დღესდღეობით ჩვენი ქალაქისთვის ძირითად დამინძურების საკითხს წარმოადგენენ არა ფაბრიკა-ქარხნები, რომლებიც სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო 90-იან წლებიდან შემცირდა და ბევრი აღარ ფუნქციონირებს, არამედ ის უხარისხო საწვავი და ის ავტოპარკი, რომელიც დღეს მოძრაობს ჩვენ ქალაქში და არა მარტო ჩვენ ქალაქში, სრულიად საქართველოში, ამიტომაც აი აქედან გამონაბოლქვი მძიმე მეტალები, ის მავნე აირები, რომელსაც ისინი გამოყოფენ, როგორ გითხრათ, უნიშნულოვან როლს თამაშობენ ამ მძიმე დაავადების განვითარებაში. მკურნალობის მეთოდი როგორი არის ასეთ შემთხვევაში, ბატონ კახა და შესაძლებელი არის თუ არა ვისაუბროთ სრულად გამჯამრთელებაზე, თუ ეს ვთქვათ, ანუ ქრონიკული არის და შესაბამისად მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მივაქციოთ ყურადღება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის პაციენტები, რომლებიც შეიძლება დაიღალნონ ამ პროცესით, ვთქვათ, და შეწყვიტონ მკურნალობა რაღაცა პერიოდით მაინც და შემდგომ მიუბრუნდნენ. შედეგებზე ვისაუბროთ, მოდით, მკურნალობის შედეგებზე და ასევე შეწყვეტის შედეგებზე, როდესაც წყდება მკურნალობა. მოგახსენებთ, დაავადება საბედნიეროდ არის მართვადი და კონტროლირებადი. მას მართლა ქვია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რაც მიუთითებს, რომ ის ქრონიკული დაავადებაა და ძალიან საინტერესოა, რომ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება შედგება ორი მნიშვნელოვანი ცალ-ცალკე დამოუკიდებლად მძიმე დაავადებისგან. ეს არის ფილტვების ემფიზემა, რომელიც ერთ-ერთი უმძიმესი დაავადებაა და ობსტრუქციული ბრონხიტი. აი, მათი ერთობლიობა ჩვენ გვაძლევს ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას. დიაგნოსტირება ძალიან მარტივია, იმიტომ რომ აი ჩვენი ლექციების თუნდაც დიდ როლს თამაშობს თქვენი გადაცემების ფონზე. საზოგადოებაში ცნობიერება ამაღლდა ამ დაავადებასთან მიმართებაში, რაც შეეხება მკურნალობას. მკურნალობა უნდა ჩატარდეს აუცილებლად მაღალი დონის პროფესიონალის მიერ, ვინაიდან თითოეულ ჯგუფს ფქოდი ცალკე იყოფა რამდენიმე ჯგუფად, აქვს თავისი დამახასიათებელი მკურნალობის სქემები, რომელიც დანიშნული უნდა იყოს აუცილებლად მაღალი დონის სპეციალისტის მიერ, ვინაიდან არ მოხდეს შეცდომა, აი თქვენ როგორ ვთქვათ, მკურნალობის ხანგრძლივობაში, შეწყვეტაზე, უარის თქმაზე, ვინაიდან მდგომარეობა შეიძლება ერთ თვეში გაუმჯობესდეს პაციენტი და მან ამ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიატოვოს მკურნალობა, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირი გზა იმ შეუქცევადი პროცესების განვითარებისა, რომელიც შეიძლება მოყვეს შეუქცევად ან უხარისხო მედიკამენტებს, შეუქცევად მკურნალობას ან უხარისხო მედიკამენტებს. აი სწორედ აქ არის ხანგრძლივობა, ფქოდის მკურნალობა არის მუდმივი, ცხოვრებაში უნდა გააგრძელოს, მაგრამ ეს ისეთივე ქრონიკული დაავადებაა, როგორც დიაბეტი, გულსიძახვის დაავადებები, რომელსაც ჩვენი პაციენტები, ჰიპერტენზიული დაავადებები
განმარტებები, რომ ჩვენივრად კურნალობენ და უძღვებიან, ამიტომ აქ არაფერი საშიში არ არის. მთავარია რომელ სტადიაზე, რომელ ფაზაში მივა ჩვენი პაციენტი ექიმთან, რომ რაც უფრო ადრე დავიწყებთ კურნალობას, პირდაპირ გრაფიკებიც არის მოცემული და რაც უფრო ნაკლები გამწვევებები გვექნება, რაც უფრო ხარისხიან მედიკამენტებს მივიღებთ და რაც უფრო მეტ ჯანსაღის ცხოვრების წესის ელემენტებს ჩავთავთ ჩვენ ცხოვრებაში, მით უფრო ხანგრძლივია ამ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა. როგორია გავრცელების და გადადების პროცესი ბატონო, ამაზეც ვისაუბროთ და შესაძლებელია თუ არა რომ თავი ავირიდოთ. ობსტრუქციული დაავადებები არ არის გადამდები დაავადებები, ისინი არ მიეკუთვნება ინფექციურ დაავადებებს, მაგრამ საინტერესოა რომ ისინი მჭედრულ კავშირში არიან სხვადასხვა დაავადებებთან. მაგალითად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ყველაზე ხშირი გართულება ეს არის პნევმონიები, ანუ ფილტვების ანთება, რომელიც თავისთავად უკვე მიეკუთვნება ინფექციურ დაავადებებს. ნახეთ, როგორი მჭიდრო კავშირია მათ შორის, ხოლო მისი ყველაზე, ასე ვთქვათ, საშიში, ასე ვთქვათ, გამომწვევი და გამწვევების მიზეზი ეს არის ვირუსული ინფექციები. ყოველი ვირუსული ინფექცია თუ ჯანსაღი ადამიანისთვის შეიძლება იქნეს აბსოლუტურად უნებელი და ერთი კვირის განმავლობაში დამთავრდეს მისი მიმდინარეობა, ფქოდის შემთხვევაში მას შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე და ხშირად შეუქცევადი ცვლილებები. ეს არის მიზეზი, როდესაც ჩვენი პაციენტები ვირუსული ინფექციის შემდეგ ხვდებიან სტაციონარებში, ინტენსიური თერაპიის პალატებში, მათ ჭირდებათ ჟანგბადი, მათ ჭირდებათ მართვითი სუნთქვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მინდა მადლობა მოგახსენოთ დღევანდელი ასეთ საინტერესო თემის გაშუქებისთვის და გავაჟღეროთ ჩვენი პაციენტებისთვის, ვინ ჩვენ გვიყურებს ან ერთმანეთს გადასცემენ, რომ დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული რესპირაციული, ანუ პულმონალური რეაბილიტაცია. სამწუხაროდ რეაბილიტაციას ნაკლები ყურადღება ექცევა ჩვენ ქვეყანაში, უფრო მეტად აქტიურად კურნალობაზე ვართ გადასული, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ რეაბილიტაცია ამ დაავადების პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაგრძელებაზე და მისი სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაზე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ორი ვთქვათ 50 წლის ადამიანი, ერთი რომელიც ვარჯიშობს, დარბის, აქტიურად არის სოციუმში ასოცირებული და მეორე რომელსაც ელემენტარულად გადაადგილება არ შეუძლია. და ორიოდე წუთი მინდა მაინც ჩვენი პაციენტებისთვის და ვინც მქონდით არიან დაავადებული დავაიმედო, რომ ეს დაავადება არის მართვადი. მაგალითისთვის მოვიყვან, რომ აი ჩვენ ყავს პაციენტები, რომლებიც დაახლოებით 2-დან 4 საათამდე უნდებოდნენ დილის ჩვეულებრივი პროცედურების ჩატარებას. წარმოგიდგენიათ, მე როცა ჯამთელ ადამიანს ამისთვის სჭირდება 15-20 წუთი. ამიტომაც ყოველი რეაბილიტაციის შემდეგ, სწორი მკურნალობის შემდეგ, ექიმთან მონიტორინგის შემდეგ ზემოთ აღნიშნული სიცოცხლის ხარისხი ამ პაციენტს მკვეთრად უმჯობესდება. ისინი აქტიურები არიან და არიან სოციუმში სრულად ასოცირებული. უღრმესი მადლობა ბრძანებისთვის. საუბრისთვის გვესაუბრებოდა ფსიქიატრი, პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი კახა ვაჭარაძე. დღევანდელი გადაცემა დასრულდა. კახა მიქიაშვილი, სოფიო კუჯავა თქვენთან ერთად ვიყავით ამ დროის განმავლობაში და მადლობას მოგახსენებთ თქვენთვის ძვირფასი დრო რომ გამოყავით და ჩვენთან ერთად გაატარეთ ეს დრო. მომავალში ხოდრამდე ნახვამდის.